შუადღემშვიდობის BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ. მომდევნო 1 საათის განმავლობაში BMG-ის ეთერში სტუმრებს მე მარიამ მიზორია ვუმასპინძლებ. ვნახოთ 24 ივლისის გადაცემის ანონსი, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 24 ივლისს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ მარიამ გამგებელს და თამუნა მალაღმაძეს. 15 წლის მარიამ გამგებელმა ჩინური ენის სწრაფად შესწავლის ონლაინ პლატფორმა EduChino შექმნა. ნახევარი წლის წინ ამოქმედებულ პლატფორმას უკვე ჰყავს მომხმარებლებიც. EduChino-ზე სწავლა ინგლისურიდან ჩინურზე მიმდინარეობს, ვინაიდან ის არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. პლატფორმაზე დეტალურად ქალების ნარატივში EduChino-ს დამფუძნებელი მარიამ გამგებელი ისაუბრებს. ელეგანტური ფერთა გამა, შემოქმედება, ხარისხი, ინოვაცია – ეს ის სერვისია, რასაც კომპანია Tessuto მომხმარებლებს სთავაზობს. Tessuto მაღალი ხარისხის ქსოვილებით შექმნილ ფუნქციურ და მყუდრო გარემოს ქმნის. Tessuto-ს შემოქმედებაზე სასაუბროდ ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერის სტუმარი კომპანიის დამფუძნებელი თამუნა მალაღმაძე იქნება. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. სოფლიოს მასშტაბით ჩინური ენის მცოდნე პროფესიონალებზე განათლების, ბიზნესის, ტექნოლოგიების თუ კულტურის სფეროებში მუდმივად იზრდება მოთხოვნა. ჩინეთის გლობალური გავლენის ზრდამ ჩინური ენის ცოდნა აქცია არა მხოლოდ ინტელექტუალურ გამოწვევად, არამედ პრაქტიკულ უპირატესობადაც. თუმცა ენის შესწავლა მარტივი არ არის. ტონალობა, იეროგლიფები და სრულად განსხვავებული ლინგვისტური სტრუქტურა ხშირ შემთხვევაში სტუდენტებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მოთხოვნისა და გამოწვევის საპასუხოდ საქართველოში ახალი შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციური პლატფორმა შეიქმნა, საუბარია EduChino-ზე, რომელიც ჩინური ენის სწრაფად შესწავლის ონლაინ პლატფორმაა და მისი იდეა ამ პროცესის გამარტივებას ეფუძნება. ნახევარი წლის წინ ამოქმედებულ პლატფორმას უკვე ჰყავს მომხმარებლები სხვათა შორის. EduChino-ზე სწავლა ინგლისურიდან ჩინურზე მიმდინარეობს, ვინაიდან ის არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც არის გათვლილი. ამ ამბავს ყველაზე მეტად გამოარჩევს ის, რომ EduChino-ს იდეის ავტორი მოსწავლე 15 წლის მარიამ გამგებელია. უფრო ვცლად პლატფორმაზე საუბარს უკვე ქალების ნარატივში EduChino-ს დამფუძნებელთან მარიამ გამგებელთან ერთად ვაგრძელებთ. მარიამ, მოგესალმები. მადლობა სტუმრობისთვის და დროისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მარიამ, იქამდე სანამ ვისაუბრებთ ზოგადად პლატფორმაზე, მის იდეასა და მიზნებზე, მინდა კითხო თავად, როდის დაინტერესდე ჩინური ენით, რატომ გახდა შენთვის ეს ენა ასეთი საინტერესო და შენთვის რა პროცესი იყო უკვე ენის შესწავლა? ესე იგი, ჩინურის სწავლა დაუწყე რო ვიყავი 16 წლის, არა, კი არა, 10 წლის. 10 წლიდან. და 10 წლის ყველა მეუბნებოდა, რომ ჩინური ძალიან რთულია, ეს არის, ის არის და აი 10 წლის ასაკში რატომ გაგიჩნდა ამ ენის ინტერესი? ესე იგი, მახსოვს მანქანაში ვიყავი და მოკლედ მუზეუმის წინ ვხედავ ძალიან ბევრ ჩინელს და მამაჩემს ვეუბნები, რომ მეთქი მაანახე რამდენი ჩინელიაო და მამაჩემ მეუბნება, რომ მომავლის ქვეყანაო და თუ მომავლის ქვეყანა, მაშინ რატო სწავლობს ასე ცოტა მეთქი ჩინურს და იმიტომ რომ რთულიაო და მეთქი მე დავფიქრდი, რომ ყველაფერი იმისკენ, რასაც მივიღწევთ და რა ადგილის დაკავებაც გვინდა, ყველაფერი ეს არის რთული და იშვიათი. და ზუსტად ამიტომ არის ღირებული. ანუ რასაც თუ რთული არ იქნებოდა და მარტივად ჩანაცვლებად იქნებოდა, მაშინ არანაირი ღირებულება არ ექნებოდა. და ის რომ რაღაცა ეხლა საქართველოში ძალიან ისეთი თემა გახდა ბოლოსში, რომ ინდოელები ჩამოვიდნენ, მერე ხა რაღაც გლობალურ ადგილებს იკავებენ. მე მინდა რომ ქართველები ფოკუსირდებოდნენ ისეთ უნარებზე, რაც არის რთულად ჩანაცვლებადი. და არა ის პირიქით ის უნდა გვიხაროს, რომ ვიღაცა ჩამოდის და ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. და ისეთი უნარებს ჩვენ თუ განმავითარებთ, რაც ძალიან ღირებულია, ვიქნებით ძალიან წარმატებულები, იმიტომ რომ უფრო მეტ ღირებულებას გავცემთ ბაზარზე. კი, და ჩინური ენა არის ნამდვილად ასეთი მიმართულება. შენთვის რა პროცესი იყო ენის შესწავლა, იმიტომ რომ შესავალშიც თქვი, რომ საკმაოდ რთულია მით უმეტეს ქართულენოვანი ადამიანებისთვის განსხვავებული სტრუქტურა, იეროგლიფები. ეს რა პროცესი იყო შენთვის? ქართველებისთვის ზოგადად რას დაუკვირდი ჩვენ იმდენი ანუ ისეთი ენა გვაქვს, რომ არც ძალიან ტონები არ გვაქვს, არც რაღაც ამბანი გვაქვს და მიუხედავად ისა, რომ ქართულის გრამატიკა ბევრად რთულია ჩინურის გრამატიკას, ჩინურის გრამატიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივია, თუმცა ის ფაქტია, რომ მე არ დამიწყია ეგრევე რაღაცა ნულიდან რო იწყება, არ იწყება ეგრევე ძალიან რთული სიტყვებით, ნელ-ნელა just put one foot in front of another, არ ვიცი ქართულად
ნელა ნაბიჯ უნდა მიყვე და აუცილებლად ყველაფერი გამოვა და თან ჩვენ პროცესებს ისე ვამარტივებთ, რომ მაგალითად საშუალო კვლევა დაიდო, რომ პირველი დონე რო ჩააბარო ჩინურში, რაც არის HSK1, სჭირდება 3-დან 6 თვემდე. და ვიღაცა ქართველებმაც და უცხოელებმა გამიკვირდა, იმიტომ რომ ვიღაცა აფრიკიდან თუ აბარებს 2 თვეში ჩვენი მეთოდით ქართველო განვითარებულ ქვეყანაში როგორ უნდა ჩააბარო, ხო, რაღაცა 2 თვეში თუ ვიღაცა აფრიკაში აბარებს, რავი, 2 თვეში, ხო? და ძალიან მიხარია, რომ ეს პირველად რომ გავხსენი მეილი, მართლა არ მეჯერა, რომ მეთქი ვიღაცას შეცდომა მოვიდა, მაგრამ მე რო ეწერო ედუჩინე და მართლა გადავამოწმა, რომ ჩვენც ასწავლობდნენ. ძალიან გამიხარდა, რომ მეთქი ესეც შედეგები რო დადეს, ყველაზე მეტად იგმახარებს ხოლმე. ხო, ვისაუბროთ ედუჩინოზეც. უკვე ენის შესწავლის პარალელურად მას შემდეგ რაც შენ თვითონ გადაეშვი ამ თავგადასავალში, როდის გაჩნდა და როგორ გაჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა? რა იყო შენი მიზანი და ჩანაფიქრი თავდაპირველად? ძალიან კარგი კითხვა. ის არის, რომ როცა დავიწყე ჩინურის სწავლა, მახსოვს, რომ ღამეებს ვათენებდი ხოლმე რა და არაერთხელ გამითენებია, რომ მაგალითად სკოლიდან რომ მოვდივარ, ეგრევე დავალებებს მეცადინეობ, ძალიან ნერდი ვარ. ნერდი ვიყავი და ვერ ვიტყოდი. ნუ ადრე უფრო და მე ეგრევე ჩინურზე გადავდიოდი ხოლმე რა და ეხლა მე წარმოვიდგინე, რომ უფროსებს, ვისაც უნდათ ჩინურის სწავლა. ოჯახები ყავთ, სამუშაოები აქვს, ზოგი უნივერსიტეტში სწავლობს, პარალელურად მუშაობენ და ძალიან დაკავებულები არიან. და ყველაზე მეტად რაც არ მომწონდა არის ის, რომ უნდა დაელოდო მასწავლებელს. მე როდის თავისუფალი იქნება, მე ხანვე გავხდები სულად, ხან ვიღაცა, ხან იმას დასჭირდებ და ძალიან დრო იწელება. და ფიქრობდი, რომ რო იყო შესაძლებელი, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისწავლო და რომ რა მეკითხვა რო გექნება თუნდაც ღამის 12 საათზე, უცებ რომ მომენტალურად მიიღო დახმარება. ხო, ანუ 1000%-იანი გარანტია გაქვს, რომ ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად ისწავლე, იმიტომ რომ დრო არც ერთ წამი არ გეხარჯება. და ზუსტად ამის გამო, რადგან ტრადიციული საგამართლებო სისტემა არ მომწონს, არ არის ის, რომ ხალხს არ აქვს უნარი. ან შენ არ გაქვს უნარი, ან მე არ. უბრალოდ ტრადიციული საგამართლებო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ არ აძლევს ამის საშუალებას ხალხს, რომ ხალხს ოჯახები ყავს, ხალხს სამუშაო აქვს და არ აძლევს მარტივი პროცესი დროში, გამარტივებული პროცესი არ არის ნამდვილად. ზუსტად ეგრეა, რომ არ აძლევს ხო ხდებით დროს და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ შემექმნა პლატფორმა და ჩვენ ის გვაქვს, რომ კი პროგრამებიც არის, ნებისმიერ დროს შეგიძლია უყურო, ნებისმიერ ადგილას, ეგ ძალიან დიდი თავისუფლებაა და ამის ამის გარდა თუ გაქვს კითხვა, რა თქმა უნდა გექნება ხე ჩინურს ვსწავლობ, როგორ გინდა არ ქონდეს. ეგრევე გაქვს AI ტუტორი, დაახლოებით ChatGPT რო წარმოიდგინოთ, უბრალოდ ჩვენს დატაბეისია ტრენირებული და მაგალითად რო შეხვალ და კითხავ, რომ რა კურსი მირჩევ, იმიტომ რომ ნულიდან ვიწყებ, კითხავს, რომ აბა ეს თუ იცი და მე რეკომენდაციას გაძლევს, რომ აი მოდი ამ პროგრამით დაიწყე. კითხებს, რომ ასევე უსვამ, ის არის, რომ ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ხოლმე, რომ ისეთი რაღაცები მესწავლო, რაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის იმისკენ მივიღწეთ, რაც რაღაცა აკრძალულია. ხო და ის იყო რა, მაგალითად მინდოდა რომ ჯენზი სტილზე ელაპარაკა მასწავლებელს. და რაღაცა ცუდი სიტყვებით ესწავლა ბავშვებისთვის, ხო და ყველა მომხმარებელი მაგას წერს, რომ ჯენზი ზოგი ჩვენი მომხმარებელი არ არის მაგალითად ჯენზი, უფრო ზოგი ბიზნესმენისა, მაგრამ არ არის ჯენზი თუ არის, ყველას მოსწონს ის, რომ რაღაცა ძალიან ხიარული მასწავლებელია და ძალიან ისე გელაპარაკება თითქოს ნამდვილი ადამიანია და ჭაოდა ვარქვი, იმიტომ რომ ჩემი ძველი მასწავლებელი იყო ჩინეთიდან ჩამოსული და იმხელა мотиваცია მომცა. როდესაც ამ ამბავზე მოვუყევი, მაშინ კიდე არ მქონდა დაწყებული დაახლოებით 1 წლის წინ, იმხელა мотиваცია მომცა მაგ მასწავლებელმა. მაგას ჩემზე მეტად ეჯერა ჩემი იდეის და აუცილებლად მის საბადოსაც დავარქვი ჭაობას, რა. მარიამ, მინდა მივყვეთ ეტაპობრივად მაყურებლისთვისაც თვალსაჩინო რო იყოს, როგორ მუშაობს პლატფორმა და ვისთვის არის. შენ ახსენე ესეთ, რომ მხოლოდ ჯენზე არ სწავლობს აქ ჩინურ ენას, არიან ადამიანები, რომლებიც ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებენ ჩინურ ენას, ან რაღაც სხვა ეტაპზე გადადიან ცხოვრების შესაძლებლად, ჩინეთში ცხოვრების გადაწყვეტილებასაც იღებენ და არიან უბრალოდ დაინტერესებული შეისწავლონ ჩინური ენა. ვინ არიან ეს სამიზნე აუდიტორია ძირითადად რა ჩვენ ამ პერიოდმა და როგორ მუშაობს საიტი, პლატფორმა, უბრალოდ რა სერვისებს სთავაზობს ის დაინტერესებულ ადამიანებს? ძალიან კარგი კითხვა. ესე იგი, პლატფორმაზე მართალია ჯენზიც არის, უბრალოდ ჩვენთან არიან ბიზნესმენები სწავლობენ, ვისაც მაგალითად ბიზნესი აქვს ჩინეთში და უბრალოდ უნდათ რომ დაკავებულები არიან და უნდათ რომ რაღაც თავისი უნარები განავითარონ, იმიტომ რომ ამას წინათ კითხულობდი კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ
მაგალითად 2030 წლისთვის რა უნარები უნდა განავითარო. თუ გინდა C პოზიციაზე როგორც არის CEO და CMO და ამ შემდეგ ეს პოზიციებზე დაკავება ჩინური იქნება დაახლოებით top 5 უნარში შედის. და ამავდროულად ის ხა კი ამბობენ რომ translate და რაღაცა, მაგრამ თუ გინდა რეალურად ნელსონ მანდელა რო ამბობდა რომ ადამიანებს როცა იმენაზე ლაპარაკები როცა რომელიც ესმით ის მათ გონებაში მიდის. მაგრამ ადამიანებს რომელსაც როცა ელაპარაკებით თავის ენაზე ის მათ გულში მიდის და ეს ზუსტად ესეა, იმიტომ რომ კვლევაც იყო ნაჩვენები რომ ბიზნეს მოლაპარაკებებზე მაგალითად უფრო ხარისხიანად და უფრო კარგი კომუნიკაცია მიდის, როცა ჩინურად არის და ხა ბიზნეს განვითარებასაც მეტი რა უნდა კომუნიკაციაზე დგას ყველაფერი დღეს ასე. ხო, და მოკლედ სეგმენტიც არის ასე ვთქვათ მრავალფეროვანი, ხო, EduChinos ჭრილში. კი, ნამდვილად. ასაკობრივი კატეგორიას დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი. 30 წლიდან დაახლოებით 9 ანუ 25 წლიდან იწყება. ანუ 12 წლისების სწავლობენ ჩვენთან, ეგრე არ არის, უბრალოდ ზოგი არის, ვისაც ოჯახები ყავთ, ზოგი უნივერსიტეტში სწავლობს და თან პარალელურად მუშაობს და ისინი სწავლობდნენ ჩვენთან ასევე. ჯენზი, ვისაც არ მოსწონს ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემა და ის ჩვენთან ძალიან რაღაცა თავისუფლად გრძნობს თავს და ისინი ვინც დაკავებულები არიან, ოჯახები ყავთ, მუშაობენ, სწავლობენ და ბიზნესები აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენთან ყველა რაღაცა კარგად პოულობს თავის თავს. კი ბატონო. როდის ამოქმედდა ზუსტად პლატფორმა და პირველადი შედეგები თუ გაქვს უკვე რამდენმა ადამიანმა ისარგებლა EduChinos სერვისებით? ესე იგი, ჩვენი პლატფორმა რო ამოქმედდა და დაუწყე უკვე რაღაცა ამაზე მუშაობ რო ხალხისთვის ანუ ისე ვთქვათ, მე თქვა რომ ესა და ეს პლატფორმა თავიდან ნელა მიდიოდა, მაგრამ მე უცებ რა თქმა უნდა შრომით და ყველა მონდომებით ადამიანებმა დაიწყეს გამოყენება. და ხდება ისე რომ უცებ რაღაცა საინაფები მოდის ყოველ ან წუთები გადის და უცებ რაღაცა ერთ ღამეში 100 დარეგისტრება იყო და მეთქი რა ხდება და ანუ ესენი ეუბნებიან თავის მეგობრებს რომ ესეთი პლატფორმა ნახე უნდა ნახო, სხვები რეგისტრდებიან, მე ჩვენი რაღაცა სოციალურ მედიითაც პოულობენ ხოლმე რა თქმა უნდა და დღეს ყველაზე კაი გზა არის ალბათ რომ ისე იპოვონ და დარეგისტრდნენ ხალხი და მოკლედ გადაიწყეს გამოყენება. და მომდის მე მეილები რომ რაღაცა HSK ერთს ვაბარებ იმ ორ თვეში და ვიცი რომ მე ხა ჩინელი მასწავლებლების სკოლია, ქართველი მასწავლებლების სკოლია პირადი ჯგუფში და ჯგუფში კლასში რო ვსწავლობთ ორი ბავშვი ვიყავით, მე კი არა და მასწავლებელი ერთია, ხა მასწავლებლის ბრალი არ არის, უბრალოდ რამდენად გაიყოფა და ბავშვს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა ნებისმიერ ადამიანს, ხო? და ის არის საქმე რომ თუ ჩემ მაგალითად კლასს უბრალოდ ძალიან ჭკვიანია, მაგრამ 6 თვე დასჭირდა, ვიღაცა აფრიკიდან ჩააბარა ორ თვეში. რამდენი დრო დაზოგა. ანუ კაი, ფულს კიდე განახლებადი რესურსია, მაგრამ დროს ხო ვერანაირად ვერ დაანაზღვრებ. მარიამ, მაგალითად მე, რომელიც ვარ დაინტერესებული ჩინური ენის შესწავლით და საერთოდ არ მაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, ცოდნა, ბაზა, შემოვდივარ პლატფორმაზე და რა მხვდება? აი რის შესაძლებლობას მაძლევს? ეს იგი პლატფორმაზე რო შედიხარ, არის პირდაპირ გადადიხარ დაშბორდში, აი ინსტაზე რო შეხვალ და პირდაპირ რო ნიუსფიდი ხდება, ეგეთი რაღაცა. უბრალოდ იქ არის მაგალითად პროგრამები, მაგრამ სანამ მაგ პროგრამაზე შეხვალ არის ესეთი ask ჭაო რა, AI ტუტორი. იმას შეგვიძლია კითხო, რომ რაღაცა რა პროგრამით დავიწყო. მე უკვე ის ლაპარაკი შეყვება, რომ კითხავს მაგალითად ფინინი იცი, ეს იეროგლიფი იცი, არა, მე რო ეტყვი, მე გირჩევს სპეციფიკურ პროგრამას შენი სურვილებიდან, საჭიროებიდან გამომდინარე. კი ბატონო. ასევე ძალიან საინტერესოა ზოგადად პლატფორმის განვითარების ეტაპები. იმიტომ რომ ძალიან მცირე პერიოდში საკმაოდ დიდი გზა გაიარა თქვენთან ერთად პლატფორმამ, ხო? განვითარების ეტაპები კიდევ რას მოიცავს? განვითარების ეტაპები იმას რომ მაგალითად ჩვენ ესეთ რაღაც დავამატეთ იმის გამო რომ გვინდოდა რომ მაქსიმალური ასე ვთქვათ შედეგები მაქსიმალურად სწრაფად მივიცოთ ჩვენს მომხმარებლებს. ხა AI ტუტორი კი კარგია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და თუ მაინც რაღაცა მომხმარებელმა მოველა, იყო აქვს ის ანუ შესაძლებლობა რომ მაგალითად შენთვის მოსახერხებელ დროს ჩანიშნო კოლი რეალურ მასწავლებელთან და ყველაფერი აგიხსნას იმ. რაც რა თქმა უნდა უფრო მეტ თავისუფლება და უფრო ხარისხიანი განათლება მოკლე დროში და თავისუფლად. კი ბატონო, მოკლედ ამ პლატფორმაში გაერთიანებულები არიან ასევე პროფესიონალები, ხო, ვინც ამ პროცესში არიან ჩართულები. აქედან გამომდინარე, რამდენი ადამიანი მუშაობს პლატფორმაზე? როგორც მივხვდი, თავად ხარ თითქმის ყველა პროცესში ჩართული, თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც შენთან ერთად აკეთებენ ამ საქმეს? ნუ რამოდენიმე დეველოპერი მყავდა, ნუ ყველაფერი მივავაწყე ვებსაიტი უბრალოდ განვითარების მიზნით, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ჩავრთე, რადგან ის უკეთესად გააკეთებს, ჩემზე კარგად იცის, ასე
მასწავლებლები, რომლებიც არიან ფრილანსერები და part-time-ზე მუშაობენ ჩვენთან, იმისთვის რომ მაგალითად თუ როცა მოსწავლე ჩანიშნავს ზარს, რომ უპასუხონ და ყველაფერი კარგად ახსნან, ყველა არის კვალიფიცირებული, მაღალი ჩინური დონით, გამოცდილებით, ჩინეთში ცხოვრობდა და მოკლედ ყველაფერი არის ხარისხი. მაგრამ რა არის სტარტაპის ბიზნეს მხარე? მაგრამ ეს არის პლატფორმა, რომელსაც შემოსავლებით უნდა დააგენერიროს, ხო? რათა შეინახოს თავისთავად და განვითარების მეტი საშუალება მიეცეს. როგორ არის ეს განსაზღვრული, რითი აგენერირებს შემოსავლებს და მათ შორის რა ღირს თითოეული დაინტერესებული ადამიანისთვის EduChino-ზე ჩინური ენის შესწავლა? კი ბატონო. ძალიან კარგი კითხვა, რადგან ბიზნესის ნამდვილად საჭიროა შემოსავალი განვითარებისთვის. რადგან ეს არის ონლაინ სჭირდება ვებსაიტის განვითარება. ნუ ეხლა ძირითადად ყველაფერი განვითარებულია და ხალხს მოწონს, უბრალოდ მაინც ნელ-ნელა ფიდბექით რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო ვითარდება წლების განმავლობაში, თუმცა ამ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაფერი რაც იყო, ასე ვთქვათ, შემოსული თხოვნები და ესე ისე ყველაფერი გამომჯობესეთ. რაც შეეხება რამდენი დარეგისტრირდა და მოხმარებელს უკვე 100-ზე მეტი დარეგისტრირდა და ის ადამიანები, ვინც ჩვენთან მაგალითად უფასოდ არის, თავიდან ეგრევე არაფერს არ ეხტი, შეიძლება უფასოდ ეგრევე დარეგისტრირდე და ნახო. იმიტომ რომ რისკო არა, თუ მოგეწონა, თუ არ მოგეწონა, ხო. უბრალოდ რაც დავუკვირდი არის ის, რომ დარეგისტრირდები, მე უკვე მთლიან ჯგუფს უერთდებიან ხოლმე, რომ დარეგისტრირდები, იმდენ მოგეწონება, რომ მთლიან ჯგუფს უერთდები, იმიტომ რომ რაღაცა იქ სხვა ოჯახი ვართ, რაღაცნაირად ძალიან მოსწონს ჩვენთან ყოფნა, რომ. კი ბატონო, და რა არის ეს ღირებულება, რასაც იხდის თითოეული მოხმარებელი? სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გეგმები გვაქვს. ერთთვიანი გეგმა, რაც ყველაზე მეტად მინდოდა გამეკეთებინა არის ის, რომ საქართველოში ხა ის განვითარებადი ქვეყანა უბრალოდ საშუალო მასწავლებლის ფასი, რომ დაიქირო, პერსონალ მასწავლებელთა, რა, მე რაც მინახავს, კარგი მასწავლებლები 300 ლარი დაიწყება. შეიძლება რაღაცა ჩვეულებრივი დონე იყოს დაახლოებით HSK 2-3 ეგეთი 400 პაუნდად, რაც 1000 ლარზე მეტია და მინდოდა რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გამეკეთებინა, ამიტომაც 199 ლარად არის. ხა 1000 ლარს ხوار დავადებდი მართლა. რა უბედურება ახალ სწავლა უნდა და უნარების განვითარება და პირიქით მეც ის მინდა რომ რაც უფრო მეტი ქართველი შეძლებს ამას, მით უფრო განვითარდებით როგორც ქვეყანას, რა. მეც ეგ მინდოდა. მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე დაკვირვებით EduChino-s ჭრილშიც რამდენად იზრდება ჩინურ ენაზე მოთხოვნა შესწავლასთან დაკავშირებით და ქართველების წილი რამდენად მაღალია? შენ ახსენე ისიც რომ აფრიკიდან სწავლობენ, სხვა ქვეყნებიდან სწავლობენ EduChino-ზე. თუმცა ქართველების წილიც საინტერესო რამდენად მაღალია. კი, ჩვენ მომხმარებლების ალბათ უმეტესობა არის ქართველი, იმიტომ რომ ჯერ საქართველოს პოლიტიკა მისით რაღაცები შეიმუშავა, რომ უკვე მეორე საერთაშორისო ენაზე უნდა რომ გადავიდნენ რუსული მოხსნა და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჯერ რომ ბიზნეს განვითარების მხრივ, ეხლა წარმოიდგინეთ ეს რაღაც არის, რომ კვლევა დევს, რომ ჩინეთის ან თუ იცი ჩინურად, ბიზნესი ჩინური და შეიძლება მოლაპარაკება ჩინურად, ანუ 14 კაცს და მხოლოდ ერთ შეუძლია ამის გაკეთება. ანუ 97% ეხლა ხალხის უმეტესობა მიცის რაც უნდა გააკეთოს, ის რომ ისეთი უნარები უნდა განავითაროს, რომელიც არ იქნება მარტივად ჩანაცვლებადი და თუ არ განავითარებს, უბრალოდ იქნება ჩანაცვლებული იმ ადამიანებს მიერ იქნება ჩანაცვლებული, რომელიც ამას ანვითარებენ. მაგრამ ეხლა ალბათ ზოგი უყურებს, უმეტესობა უყურებს 97% და იტყვის, რომ ძალიან კარგი, ამბობთ გადავსრულ ჩემზე ხარ, ანუ სად არის ლოგიკა? კი რთულია, არ ვამბობ რომ მარტივია, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ რთულია და ზუსტად იმიტომ რომ ანუ იშვიათია, მაგიტო აღირებული, მაგიტო ჩვენთან ხალხს რო ვიკითხები, ხა რა თქმა უნდა მოხმარებელს ვიკითხები, რატო სწავლობა ასე ისე. ნუ ზოგი ბიზნესი აქვს იქ და გასაგებია რომ აუცილებელია იქ უკეთესი ბიზნეს გაზრდისთვის, უბრალოდ ზოგი ამბობს რომ ეხლა რო ჩინური ვიცოდე, ინგლისური ყველა ჩემმა მოხმარებელმა იცის ისე ვერ ისწავლი. ხო, ინგლისურად ხდება ხო? კი, ინგლისურად ხდება. ისე ვერ ისწავლიან და ინგლისური და ჩინური რო ვიცოდე, ეხლა რო ჩინური ვიცოდე, მე ორჯერ მეტი ხელფასი მექნებოდაო. ანუ რამდენ დროს კარგავენ და როცა ჩინური იცი, უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, უფრო მეტი არჩევანი გაქვს და შენი დრო უფრო მეც გიხდიან შენ დროში და შესაბამისად დანარჩენ დროს ატარებ შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, შენს ოჯახთან ერთად და არ არის ის რომ რაღაცა კონკურენცია დიდი და მე რაღაცა დაბალი ხელფასებია, იმიტომ რომ მარტივად შენაცვლებადია. მაგრამ აქ იქამდე უნდა იმოქმედო, სანამ ეს მართლა ძალიან გლობალური არ გახდება. გლობალურად გადაიქცევა, იმიტომ ტენდენცია აჩვენებს პრინციპში მაგას, რომ გლობალური უნდა გახდეს. მაგრამ საინტერესოა ამ პლატფორმის კეთების პროცესში რა არის ის თავი, რაც ისწავლე სტარტაპერობის გზაზე. რა საჭირო უნარები შეიძინე?
და რა გამოწვევები იყო მათ შორის, რა სირთულეები გადალახე? ალბათ ყველაზე დიდი უნარი რაც შევიძინე არის საკუთარი თავის კონტროლი, იმიტომ რომ სხვა ვერაფერს ვერ მართავ, საკუთარ თავს არ მართავ, საკუთარ ემოციებს არ მართავ. ბიზნესი არის სტრესული, შეიძლება რაღაცა უცებ რაღაცა გაფუჭდეს გადარაჭრის სისტემებში და უცებ ღამის 2 საათზე ვათენები, იმიტომ რომ გასაკეთებელია და ყოფილა რომ გამithენებია და მეორე დღეს სკოლაში წავსულ ვარ მაგალითად 8 საათზე და 5-მდე გამithენები ეგეც ყოფილა. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ის არის ნიუანსი იმისთვის რომ ბიზნესი იყოს წარმატებული. არასდროს თუ არ დანებდები ერთი თვისება რომელიც გარანტიას გაძლევს წარმატებას არის ის რომ არასდროს არ დანებდე. კი ბატონო. თუ არასდროს არ დანებდები you will figure out ან გაარგვა აუცილებლად რაღაც. ამიტომაც ეგ არის. მარიამ, ბოლოს კითხავ, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. რამდენად გაამართლა EduChino-მ, რამდენად მიაღწია იმ მიზნებს, რაც ჰქონდათ ჩანაფიქრში და გეგმები როგორია მათ შორის პლატფორმას აქვს დიდი პოტენციალი რომ იყოს საერთაშორისო პროდუქტი, ხო? და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული გამომდინარე იქიდან რომ ინგლისურ ენაზეა სწავლება, ჩინური არ არის მხოლოდ საქართველოში მოთხოვნადი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, თუ იგეგმება რომ ეს გახდეს საერთაშორისო პლატფორმა, სადაც უფრო მეტი ადამიანი ისწავლის ჩინურ ენას ყველა ქვეყნიდან, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ძალიან საინტერესო კითხვა და ყველაზე კარგი ის არის რომ კვლევები აჩვენებს, რომ ყველა სხვა ენასთან შედარებით ჩინურს აქვს ყველაზე მეტი პროცენტული ზრდა ინტერესის მიხედვით და 2027 წლისთვის ნავარაუდებია, რომ ეხლა რამდენი სწავლობს ჩინურს, ეგ ყველაფერი გაორმაგდება. ანუ ეს არის ძალიან დიდი ზრდა, როგორც ბაზრის მიხედვით, იმიტომ რომ ყველა ეხლა ხელოვნური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ყველა დიდი ინვესტორი ილონ მასკიდან დაწყებული რეი დალიოც დამთავრებული ყველა იმას ამბობს, რომ ისინი რა თქმა უნდა ინვესტირებას დებენ ჩინეთში და უბრალოდ ჩინეთში ჩიპებს აწარმოებენ, რაც არის გამოყენებული კომპიუტერებისთვის, რაკეტებისთვის, ელექტრომანქანებისთვის, ასევე 40% დაახლოებით სტარტაპების ჩინიდან მოდის და რაც არის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანია Fortune 500, მოკლედ ეგ კომპანიების დაახლოებით 9/10 არის დამოკიდებული პირდაპირ ჩინეთთან თანამშრომლობაზე. ანუ ყველაზე დიდ კომპანიებთან თუ ვინა მათი ზრდა არის დამოკიდებული ჩინეთზე. შესაბამისად, ეს ისე იზრდება და მოთხოვნაც ისე იზრდება ბაზარიც, რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენ უცხოეთიდან უყავს მომხმარებლები. შესაბამისად, დროის ამბავია ეს ყველაფერი მე მაქვს ძალიან დიდი ოცნება, ან მიზანი შეიძლება ითქვას, რომ EduChino გახდეს მსოფლიოს ნომერ 1 ჩინური ენის პლატფორმა. და ამას დღეს პირველად ვამბობ თქვენს ეთერში. წარმატებები ამ გეგმაში და დარწმუნებული ვარ ისეთი სტარტი გაქვთ რომ აუცილებლად მიაღწევთ ამ გეგმას. მარიამ, მოკლედ გელოდებით მუდმივად ჩვენს ეთერებში სიახლეებით და მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ მარიამ გამგებელი EduChino-ს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, რაც შეეხება ჩვენს მორიგ თემას, კაცობრიობის ისტორიას, ცოტას თუ ახსოვს ისეთი დიდებული ნაწარმოები, თუ მასზე დაყრდნობით გადაღებული კინოფილმი, როგორიც მაგალითად ჰარი პოტერია, ჯონ როულინგის ამ ბესტსელერმა მილიონობით სხვადასხვა თაობის მოზარდი შთააგონა და დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ცნობილია, რომ მომავალ წელს დღის სინათლეს იხილავს უკვე ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ტელესერიალი, რომელსაც ბევრი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. ნახოთ თემაზე სიუჟეტი, ჩვენ კი რეკლამის შემდგომ დავბრუნდებით. თანამედროვე ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი ბესტსელერი ფენტეზი ჰარი პოტერი პირდაპირ მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნამუშევარია. ფრენჩაიზი გლობალურ მასშტაბზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი მულტიმედიური ბრენდია. მისი ფინანსური წარმატება სხვადასხვა წყაროს მოიცავს, როგორებიც არის წიგნები, ფილმები, თემატური პარკები, ვიდეო თამაშები, ლიცენზირებული პროდუქცია და ციფრული მედია. ჰარი პოტერის წიგნების სერიიდან გაყიდულია 600 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და თარგმნილია 85-ზე მეტ ენაზე, მხოლოდ წიგნების გაყიდვებიდან შემოსავალმა დაახლოებით 7.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმების ფრენჩაიზმა, სადაც 8 ფილმია გაერთიანებული და რომლებიც 2001 წლიდან 2011 წლამდე გამოვიდა, ჯამურად ანალოგიურად წიგნებისა 7.7 მილიარდი დოლარი შემოსავალი მოიტანა კინოთეატრებიდან. თითოეული ფილმი საშუალოდ 960 მილიონ დოლარზე მეც გამოიმუშავებდა. გარდა ამისა, ფილმებმა ცალკე მილიარდობით დოლარი მოიტანეს ტელევიზიის ტრანსლაციისა და სტრიმინგის ლიცენზიით. სპინ-ოფ ფილმებმა Fantastic Beasts სერიამ ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება მოიპოვა. 3 ფილმის ჯამური შემოსავალი 1.8 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
ფრენჩაიზის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის თემატურ პარკებზე, როგორიცაა The Wizarding World of Harry Potter, რომელიც მდებარეობს Universal Studios პარკებში ამერიკაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ამ პარკებმა დაახლოებით $6 მილიარდზე მეტი გამოიმუშავეს. Harry Potter-ის სახელს უკავშირდება მრავალმილიარდიანი ლიცენზირებული პროდუქციის გაყიდვაც. სათამაშოები, სამოსი, სამკაული, ლეგოს კომპლექტები და სხვა საქონელი, რომელიც Harry Potter-ის სამყაროს ეხება, საერთო ჯამში $15 მილიარდზე მეტის გაყიდვებს შეადგენს. ვიდეო თამაშების სეგმენტშიც ფრენჩაიზმა დიდი წარმატება მოიპოვა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაშია Hogwarts Legacy, რომელმაც 2023 წელს 22 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა და მთლიანად ვიდეო თამაშების ბაზარმა Harry Potter-ის სახელით $1.5 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ Harry Potter-ის ფრენჩაიზის საერთო გლობალური ფინანსური მაჩვენებელი დაახლოებით $30-35 მილიარდ აღემატება, თუმცა რეალური რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს, რადგან მრავალი შემოსავალი ოფიციალურად გასაჯაროებული არ არის. ასეთი ლეგენდარული ფრენჩაიზი მხოლოდ ახლაღა დაფიქრდა ტელესერიალის შექმნაზე და ამ პროექტს ფრთები 2026 წელს შეესხმება. ახალი Harry Potter-ის ტელესერიალი, რომელიც Warner Bros.-ი Discovery-მ 2023 წლის აპრილში დაანონსა, წარმოადგენს J.K. Rowling-ის 7 რომანის სრულმასშტაბიან რიბუტს. თითოეულ სეზონში ერთი წიგნი იქნება ადაპტირებული. სერიალი გათვლილია დაახლოებით 10 წლიან პერიოდზე და პირველად ყოფილი HBO Max-ი დღევანდელი Max-ის პლატფორმაზე გამოვა. ხოლო რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი მარკ მაილოდია, რომელსაც აქამდე The Last of Us-ისა და Game of Thrones-ზე უმუშავია. პროექტში ასევე მონაწილეობს თავად J.K. Rowling და ორიგინალი ფილმების პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი. თავარი როლებისთვის კასტინგში მონაწილეობა 32,000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან, საიდანაც საუკეთესოები უკვე შეირჩნენ. გადაღებები დაწყებულია Warner Bros.-ის სტუდიოს Leavesden-ში, იმავე სტუდიაში, სადაც ორიგინალი ფილმები გადაიღეს. ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია ტელესერიალების ისტორიაში. საერთო ბიუჯეტი დაახლოებით $4.2 მილიარდ შეადგენს. თითო სეზონში იქნება 6 ეპიზოდი, თითოეულის ბიუჯეტი კი დაახლოებით $100 მილიონი. ბიუჯეტის დიდი ნაწილი დაიხარჯა ჯადოსნური ქალაქის პოტერვილის აშენებაზე, რომელიც მოიცავს Hogwarts-ის, დიაგონის შესახვევის და სხვა საკულტო ლოკაციების სრულმასშტაბიან რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, ინგლისში Hertfordshire-ის საგრაფოში ადგილობრივმა საკრებულომ Warner Bros.-ის სტუდიას ნებადართო გადაადგილებადი შენობების სასკოლო დაწესებულებად გამოიყენოს მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში. მასობრივი სცენების გადაღებების პერიოდში სკოლა შეუძლია 600-მდე მოსწავლე დაიტიოს, მაგრამ ჩვეულებრივ აქ დაახლოებით 150 ბავშვი ისწავლის. სკოლა ღია იქნება დილის 6:30-დან საღამოს 9:30-მდე, რათა პატარა მსახიობებმა გადაღებების გრაფიკი, რომელიც ღამე მუშაობასაც მოიცავს, სწავლას ადვილად შეუთავსონ. სერიალს ექნება მაღალი ხარისხის ვიზუალური ეფექტები, შოუ იქნება წიგნებისადმი გაცილებით უფრო ერთგული ადაპტაცია, ვიდრე კინოფილმები და სიღრმისეულად ასახავს ორიგინალური ტექსტის ტონსა და კომპლექსურობას. პირველი 2 სეზონის გადაღება ერთდროულად მიმდინარეობს, ხოლო გლობალური პრემიერა 2027 წლისთვისაა დაგეგმილი. ზუსტად 30 წლის შემდეგ, რაც პირველი წიგნი Harry Potter-ი და ფილოსოფიური ქვა გამოიცა და 16 წლის შემდეგ ბოლო ფილმის გამოსვლიდან. მაღალია კომერციული მოლოდინებით, იგეგმება მერჩენდაიზის, სპინ-ოფები და ფრენჩაიზის გრძელვადიანი გაფართოება. მიუხედავად გრანდიოზული მასშტაბებისა, პროექტის შემქმნელები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მთავარი ფოკუსი მოთხრობაზე და წიგნებთან მაქსიმალურ სიწრფელეზეა გამახვილებული, რაც სერიალს თანამედროვე სატელევიზიო ფორმატში უნიკალურ განზომილებას მისცემს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილს უთმობთ ბრენდს, რომელიც მაღალი ხარისხის ქსოვილებით ნებისმიერ სივრცეში, იქნება ეს სახლი, რესტორანი, სასტუმრო, ოფისი თუ სხვა, ქმნის მყუდრო და ფუნქციურ გარემოს. საუბარია კომპანია Tessuto-ზე, რომელიც ხარისხზე მთავარ აქცენტს აკეთებს, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, ქსოვილების უნიკალური მახასიათებლები სინათლისგან, ბაქტერიებისგან გაუმჯობესებებიდან, ასევე ოთახში აკუსტიკასაც აუმჯობესებს და ზოგავს ენერგიას. ბრენდი განვითარების მუდმივ პროცესშია და სიახლეებიც ამ პროცესის ნაწილია. Tessuto-ზე უფრო ვრცლად საუბარს თამუნა მალაყმაძესთან, კომპანიის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. თამუნა, მოგესალმებით, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. სალამი. იქამდე სანამ კითხავდეთ იმ სიახლეებზე, რაც დაგროვდა Tessuto-s ჭრილში, მინდა გავიხსენოთ, საიდან იწყება Tessuto-s ისტორია და რა არის ის პროდუქცია, ასორტიმენტი, მათ შორის ვახსენეთ კიდეც ქსოვილებიც, რომლებიც არა მხოლოდ გამოყენებისთვის არის, არამედ ფუნქციური დანიშნულებაც აქვს. საიდან გაერთიანდა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში და რა არის ის ძირითადი პროდუქცია, რაც მომხმარებელს დახვდება Tessuto-ში?
სალამი კიდევ ერთხელ. ტესტოს ისტორია დაახლოებით 10 წელს ითვლის. თავიდან დავიწყეთ ტექსტილის ფართო არჩევანით და ვეცადეთ ჩვენ დამკვეთს მივაწოდოთ განსაკუთრებული სერვისი. თუმცა, წელს მქონდა ესეთი გამოწვევა, რომ დავიმატეთ ახალი მიმართულებები, როგორც არის საოფისე ავეჯი, ინტერიერის მნიშვნელოვანი კრეატიული დეტალები, როგორც არის სანათი, შპალერი, ვინილი, კედლის ვინილი, ხალიჩა და ასე შემდეგ. კი ბატონო. ვცადეთ რომ ამ სივრცეში მოგვექცია როგორც ინტერიერის ესეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორც ზემოთ აღნიშნე, ტექსტილთან ერთად გაგვეერთიანებინა და ეს შეგვეთავაზებინა დამკვეთისთვის კომფორტული, უნიკალური და ელეგანტური სერვისი. რამდენად გაჩნდა ამ სერვისის საჭიროება? გულისხმობ უკვე თქვენს ახალ მიმართულებას, მათ შორის ჩვენ ეთერებდეთ საუბრობდით, რომ კორპორაციული მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა ხომ კომპანია სივრცეების მოწყობის თვალსაზრისით. ეს რამდენად მოთხოვნადი სერვისია, საიდან გაჩნდა უკვე ახალი მიმართულების დამატების საჭიროებაც? სწორად აღნიშნეთ, მოთხოვნა გაჩნდა, ნდობა იყო მაღალი ჩვენი დამკვეთების მხრიდან და ვცადეთ საოფისე ავეჯით შემოგვერფარგლა პირველ რიგში. ვეცადეთ, რომ რამდენიმე კორპორაციულ ორგანიზაციას დავეხმაროთ საოფისე სივრცის დაგეგმვაში, მათი ინტერიერის უნიკალური დეტალებით აღჭურვაში, საოფისე ავეჯის მიწოდება განვახორციელეთ და უკავშირი იმდენად დადებითი იყო, რომ ჩვენს გუნდს ასმაგად მეტი мотиваცია გაუჩნდა, რომ უფრო ფართო ბაზრისთვის გაგვეცნო ჩვენი პროდუქტი და მიგვეწოდებინა ჩვენი სერვისი. კი ბატონო, შევაჯამოთ 2025-ის პირველი, ასე ვთქვათ, ნახევარი, რამდენად იყო ის შედეგები, რასაც ელოდით, რა სიახლეები დაგროვდა და ზოგადად როგორ შეაფასებდით მოთხოვნის თვალსაზრისითაც კომპანიის პოზიციონირებას? კომპანიაში ჩვენი პროდუქტების, მუდმივი პროდუქტების მოთხოვნა მაღალია, რა თქმა უნდა, და რასაკვირველია, მოთხოვნის შესაბამისად გაჩნდა ახალი მიმართულებებით და გახორციელების საშუალება და საჭიროება. შესაბამისად, მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სხვანაირად მხოლოდ ვიწრო სპექტრით ვერ მოვახერხებდით და დავამატეთ ესეთი უნიკალური პროდუქტები თავის სერვისებთან ერთად. კი ბატონო, ვინ არიან ძირითადად მომხმარებლები? ტესუტოსი, ესენი არიან ადგილობრივები, მათ შორის საერთაშორისო ვიზიტორებით რამდენად არიან თქვენი მომხმარებლები და კომპანიები, აი წილი როგორ ნაწილდება? იცით, ადგილობრივი ძირითადი წილი შემიძლია რომ თქვა, ადგილობრივი მომხმარებლები არიან, თუმცა არიან ემიგრანტებიც, რა თქმა უნდა, ქართული წარმოშობის, ასევე არიან აქაური უცხოელი მომხმარებლებიც. წილი, ალბათ დიდი წილი მაინც ლოკალური გახლავთ, თუმცა სამომავლოდ გეგმავთ რომ გავიდეთ ცოტა უფრო მეტად მასშტაბურად. დიახ. ჩვენ საუბრობდით ეთერამდეც, რომ ტესტოს ამბავი იწყება იდეაში 10 წლის წინ და ეს არის პერიოდი, როდესაც დაარწმუნებული ვარ, საერთოდ სხვა იყო მომხმარებლის სეგმენტი, არჩევანი, მოთხოვნები. წლებთან ერთად როგორ შეიცვალა და დღეს რა სითხავს უკვე ქართველი მომხმარებელი? საკმაოდ მომთხოვნი გახდა ქართველი მომხმარებელი ხარისხის კუთხით. თავისთავად ჩვენ ვცდილობდით, რომ სტანდარტი ყოველთვის მაღალი გქონოდა, თუმცა კრეატივი და საჭიროება, რაც მომხმარებლის მხრიდან მოდის, თავისთავად მუდმივად ვითარდებით და ვცდილობთ, რომ მოვემსახუროთ მათ კომფორტს, მიზნებს, საჭიროებებს და მიხარია, რომ მოთხოვნა არსებობს და ჩვენც გვაქვს საშუალება ესე ერთად განვითარდეთ და მივაწოდოთ შესაბამისი სერვისები. კი ბატონო, რამდენად მასშტაბურია, გულისხმობ რეალიზაციის ნაწილს, როგორ არის ხელმისაწვდომი ტესუტოს პროდუქცია, როგორც ვიცი, მხოლოდ ფილის არ მოიცავს, ხო? რეგიონებიდან ხშირად არის დისტანციურადაც ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენი პროდუქტების უზრუნველყოფა, კონსულტაცია და მიწოდება თავისთავად უკვე ჩვენ საუკუნეში ძალიან მარტივად ხდება საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ მასშტაბური პროექტები გვაქვს როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქის ქვეყნის რამდენიმე ქალაქში აქტიურად გქონდა ესეთი წარმატებული პროექტი ქუთაისის მიმართულებით, მივაწოდეთ საოფისე ინკლასის ევროპული ბრენდის ავეჯი და ჩვენთვის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია ასეთი სერვისების მიწოდება და უზრუნველყოფა. მოკლედ ნებისმიერი კუთხიდან, სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩვენს მომხმარებელს მიიღოს ჩვენი პროდუქტით, სერვისით, კონსულტაციაც ნებისმიერ დროს. კი ბატონო, თუმცა ფიზიკური სივრცე არის თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ჭავჭავაძის
გამზირზე, ხო? დიახ, ჭავჭავაძის გამზირზე გახლავთ ჩვენი შოურუმი, ტესუტო, საიდანაც ოპერირებს ჩვენი გუნდი და მოთხოვნის შესაბამისად გადავაადგილდებით სხვადასხვა სივრცეებში. კი ბატონო. რომ შევაჯამოთ, რამდენი დასახელების პროდუქცია და რამდენი მიმართულების პროდუქცია ტესუტოში წარმოდგენილი, იმიტომ რომ დაიწყეთ ტექსტილით და მერე უკვე ძალიან მალე მოხდა სხვადასხვა მიმართულებების ათვისებაც. დიახ, ჩვენი პროდუქცია მართლაც რომ ფართო სპექტრის გახლავთ, დაწყებული კედლის ვინილით, ინტერიერის ექსკლუზიური ელეგანტური დეტალებით, სანათებით, ხალიჩებით, ფარდის ნაირსახეობებით და მსგავსი პროდუქტებით ძალიან ფართო სპექტრს ითვლის მართლაც. გვაქვს ამბიცია რომ მოვემსახუროთ დამკვეთის დამატებით სხვა პროდუქტების საჭიროებასაც, მოკლედ მოქნილები ვართ პროდუქტის არჩევანში. კი ბატონო, განსაკუთრებით რაზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოთხოვნა? ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადი მიმართულება არის ტექსტილზე ფიქსირდება, თუმცა თანდევი პროდუქტებიც ნელ-ნელა იწყებს და მომავალში გეგმავთ, რომ უფრო ფართო არეალს მოიცავს. თამუნა, რომ შევაჯამოთ ამ 10 წლის მანძილზე, რას მიიჩნევთ ტესუტოს მთავარ მიღწევას საქართველოს ბაზარზე და რა იყო ის მთავარი გზა და გამოწვევები, რაც ბრენდმა გადალახა? მთავარი ჩვენი წამყვანი შედეგი არის ის, რომ ტესუტოს აქვს მუდმივად განახლებადი კოლექციები. ეს რა პერიოდულობით ხდება ეს კოლექციები და რაზეა დამოკიდებული? როგორც ვიცი, საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად მონაწილეობთ, ხო? აუცილებლად, ვსტუმრობთ საერთაშორისო მნიშვნელოვან გამოფენებს, სადაც ყოველწლიურად ვარჩევთ და ვუკვეთავთ ახალ კოლექციებს. ხელთ როგორც გვექნება, მაშინვე ვცდილობთ, რომ ჩვენს დამკვეთს გავაცნოთ თითოეული პროდუქცია დაინტერესების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ვერთვებით ამ საკითხში. და ჩვენი მთავარი დადებითი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი სერვისები არის უკონკურენტო, ვემსახურებით ბაზრის საჭიროებას მაქსიმალურად და დამკვეთის მოთხოვნას მუშაობთ იქამდე, სანამ ბოლომდე დადებითად არ დავასრულებთ დამკვეთის მოთხოვნებს. თამუნა, 10 წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი ერთიანდება უკვე ტესუტოს გუნდში? ამ ხრივ რა მიღწევები აქვს კომპანიას? ტესუტოს გუნდში გახლავთ 10 ადამიანი, 10 გულდასმით შერჩეული თანამშრომელი, რომლებიც სრულიად იზიარებენ ჩვენს მიზნებს და მაღალი პასუხისმგებლობით ემსახურებიან დამკვეთებს. თამუნა, მინდა კითხოთ საფასო სეგმენტზეც. რა საფასო სეგმენტში პოზიციონირებს ბრენდი და ქართულმა მომხმარებელმა რამდენად ასე ვთქვათ, ქართულ მომხმარებელს რამდენად ამაღლდა ცნობიერება, რომ პროდუქციაში, ხარისხიან პროდუქციაში შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადოს და ამასთან ინტერიერის მნიშვნელობა რამდენად წამოვიდა წინა ხაზზე. ძალიან განვითარდა მომხმარებელი და ძალიან მაღალია მიმღებლობა მომხმარებლის მხრიდან კონსულტაციის თვალსაზრისით. ან პროდუქტის ხარისხზე როგორც კი ვიწყებთ საუბარს, მთელი გულით გვისმენენ და გვიჯერებენ ჩვენი დამკვეთები და ცდილობენ მართლაც შეიგრძნონ როგორი მნიშვნელოვანია ინტერიერში ხარისხიანი პროდუქტის ქონა დროის თვალსაზრისით, მოხმარების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. საფასო სეგმენტი ყველა კატეგორიისთვის არის, მაქსიმალურად ჩართული ვარ მე პირადად და ვცდილობ, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ფასი თავისთავად განაპირობებს ხარისხს. თამუნა, ბოლოს გეგმები მინდა შევაჯამოთ, ახსენე ისიც, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად გავაქტიურდეთ. რას გულისხმობს ეს გეგმა და სხვა მიმდინარე პროექტებზეც ვისაუბროთ, რაც არის დაგეგმილი უახლოეს თუ სამოვალ პერსპექტივაში? საერთაშორისო ბაზრებზე შემიძლია ვთქვა ის, რომ გვაქვს ამ ეტაპზე მოთხოვნები, ძირითადად ინდივიდუალური დაკვეთები. ამ ეტაპზე მხოლოდ ტრანსპორტირებას ვახდენთ, თუმცა ვგეგმავთ, რომ ჩვენი მოქნილი მობილური გუნდით ვეწვიოთ ხოლმე დამკვეთების ობიექტებს და უკვე ადგილზე შევთავაზოთ თბილისში ხელმისაწვდომის სერვისი. მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებსაც უკვე აქვთ ჩვენთვის რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა და ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ადგილზე მოვემსახუროთ. ეს რომელ ქვეყნებს ფარავს ეს სერვისი? ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არის, ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა სამომავლოდ კვლევის შედეგად ვგეგმავ, რომ კიდევ უფრო ხარისხიანად შევძლო ადგილზე მომსახურება. კი ბატონო.
კიდევ ხომ არ არის რაიმე ესეთი გეგმები, მათ შორის ასორტიმენტის ნაწილში, რასაც ტესუტო ისახავს. გეგმები ესეთია, რომ ჩვენ ვასოცირდებოდეთ არა მხოლოდ ტექსტილთან, გვინდა რომ ვასოცირდებოდეთ გამორჩეულ მოთხოვნის შემსრულებელ კომპანიასთან. ეს გამორჩეული მოთხოვნები პროდუქტებთან დაკავშირებით თავისთავად ფართო სპექტრს მოიცავს და მზად ვართ, რომ ამბიცია გვაქვს, რომ მომემსახუროთ და ძალიან მინდა რომ მალე ტესუტო ესეც საერთაშორისო ბაზარზეც მნიშვნელოვან მოთამაშედ გადაიქცეთ. წარმატებებს გისურვებთ ამ გეგმებში და მოკლედ გეულოდებით სიახლეებით მოდივართ ჩვენს ეთერებში. მადლობა სტუმრობისთვის. თამუნა მალყამაძე ტესუტოს დამფუძნებელი გსტუმრობდა გადაცემაში. ვინაცვლებთ მორიგ თემაზე, უნდა გავიგოთ თუ ვინ ქმნის $1,000,000-იან ინდუსტრიას და ვნახოთ სიუჟეტი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი კონტენტ კრეატორების რეიტინგის შესახებ. გიტოვებთ სიუჟეტს, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. სოციალური მედიის გავლენიანი ფიგურები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ უბრალოდ ინფლუენსერებად მოიხსენიებოდნენ, დღეს უკვე სრულფასოვან მეწარმეებად ითვლებიან. 2024 წელს მათ მიერ გამომუშავებული შემოსავლები ხილვადობა და გავლენა მკვეთრად გაიზარდა. ამერიკული Forbes-ის დათვლებით მსოფლიოს 50-მა ყველაზე შემოსავლიანმა კონტენტ კრეატორმა გასულ წელს 853 მილიონი გამოიმუშავა, რაც წლიურად 18%-იანი ზრდა. გაზრდილ შემოსავალს გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. YouTube-ის ინფორმაციით ყოველდღიურად პლატფორმაზე ტელევიზორის ეკრანით ნანახი ვიდეოების ხანგრძლივობა მილიარდ საათს უახლოვდება, რაც ადასტურებს, რომ კონტენტ კრეატორები უკვე საყოფაცხოვრებო მედიის ძირითადი წყაროც გახდნენ. ამავდროულად წამყვანი კრეატორების ერთობლივმა აუდიტორიამ უკვე 3 მილიარდ 400 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურად 24%-იანი ზრდა. ამ ყველაფრის პარალელურად კომპანიები კონტენტ კრეატორებს უფრო და უფრო ხშირად ასპონსორებენ. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების დათვლებით კონტენტ კრეატორების მიერ კერძო კაპიტალის მობილიზების მაჩვენებელი დღეს ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის შენარჩუნებული. ყველაზე მეც ის ინფლუენსერები გამოიმუშავებენ, რომელთაც ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავთ და დღეს სწორედ ამ ადამიანებს გაგაცნობთ რეიტინგით, რომელიც ამერიკულმა Forbes-მა შეადგინა. YouTuberi ტრიუკებისა და გამოწვევების ოსტატი კვლავ ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ადამიანია სოციალურ მედიაში. საუბარია ჯიმი დონალდსონზე. იგივე Mr. Beast-ზე. მის იმპერია ციფრულ პლატფორმებს ცდება და მოიცავს ტკბილეულის ბრენდ Feastables, სწრაფი კვების ქსელ Mr. Beast Burgers, ახლა კი სტრიმინგსაც მისი hit show Beast Games Amazon Prime-ზე კიდევ 2 სეზონით გახანგრძლივდა. Mr. Beast-ის შემოსავალი $85 მილიონ აღწევს. გამომწერების რაოდენობა 634 მილიონს შეადგენს. ამერიკელი კონტენტ კრეატორი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა. 2025 წლის ყველაზე შემოსავლიან კონტენტ კრეატორებს შორის მეორე პოზიციას ამერიკელი მეწარმე, ვიდეო პროდიუსერი, იუთუბერი და ინფლუენსერი დარმენი იკავებს. მას საკუთარი სტუდია Darmen Studios აქვს, რომლის საშუალებითაც სოციალური მედია პლატფორმებისთვის მოკლე მეტრაჟიან ვიდეოებს ქმნის. მის სტუდიას აქვს ვრცელი პარტნიორობა ბრენდებთან, მათ შორის Meta-სა და Google-თან. Darmen-ის წარმატება 127 მილიონ გამომწერში გამოიხატება. კონტენტ კრეატორის შემოსავალი კი 56 მილიონი $. ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ბრძოლამ ნოემბერში უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია და პოლს სოლიდური შემოსავალი მოუტანა. Netflix-ი პირველად ჩაერთო ამ მოვლენის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაში, თუმცა პოლისა და ტაისონის გაერთიანებულმა ფანბაზებმა კინაღამ გადატვირთეს პლატფორმა. და სწორედ მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ მისი სოციალური მედიის გავლენა ვეღარ გაიზრდებოდა, ძმასთან ერთად გაერთიანდა, რათა მაყურებელს მათ ცხოვრებაზე მოუყვეს. HBO-ს ახალმა რეალითი სერიალმა All American კონტენტ კრეატორის კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. მისი გამომწერების რაოდენობა ჯამში 79 მილიონია, შემოსავლები კი $50 მილიონ აღწევს. ამერიკელი კომიკოსების დუეტი, რომლებსაც საკუთარი YouTube show აქვთ, უკვე წლებია ყველაზე შემოსავლიანი კონტენტ კრეატორების რანგში გვევლინებიან. Red McLaughlin და Link Neal უკვე სტრიმინგ პლატფორმებთანაც თანამშრომლობენ. დუეტის გავლენა მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მძლავრია, რასაც მათი გამომწერების რაოდენობა ცალსახად ადასტურებს. ამერიკელი კომიკოსები ჯამში 33 მილიონ 800,000 გამომწერს აერთიანებენ. შემოსავალი კი $26 მილიონ აღწევს. პოდკასტების ინდუსტრიის გავლენიან ფიგურას ალექსანდრა კუპერს კონტრაქტების შემქმნელ მანქანასაც უწოდებენ. Spotify-სთან $60 მილიონი ღირებულების 3 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მან თავისი გადაცემა Call Her Daddy შექმნა. ამ წლის დასაწყისში კუპერმა შოუ რადიო გიგანტ Sirius XM-ზე გადაიტანა. შთამბეჭდავი $125 მილიონ მრავალწლიანი კონტრაქტით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მისი პოდკასტების ქსელმა Call Her Daddy-ს გარდა უკვე 7 შოუ მოიცვა. ივნისში გამოვიდა მისი ცხოვრების შესახებ დოკუმენტური
დოკუმენტური ფილმი, ხოლო 2025 წელს მან ბრენდიც ჩაუშვა. მისი ბრენდი Unwell Hydration, რომელიც სპორტულ სასმელებს ყიდის. უკვე ხელმისაწვდომია ტარგეტსა და სხვა ქსელებში. ამასთან ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოფიციალური პარტნიორია. 2025 წლის ყველაზე შემოსავლიან კონტენტ კრეატორებს შორის ალექს კუპერი მეხუთე ადგილს იკავებს. კრეატორის გამომწერთა რაოდენობა 15 მილიონია, შემოსავალი კი $32 მილიონი.